რას ამბობს კვარაცხელია და ლივერპულის მწვრთნელი გაუქმებულ გოლზე? ლუის ენრიკეს და ალისონის კომენტარები და რას გულისხმობს მიქო უტაძის მწვრთნელის 9 თვიანი სასჯელი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს და ლაიქე ვიდეო და გამოიწერია. ახლა კი პარიზი და ხვიჩე კვარაცხელია, რომელმაც ლივერპულის წინააღმდეგ ტრადიციულად შესანიშნავად ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და დრამატულად ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით 1-0 დამარცხდა. როგორც ქართველი, ისე მისი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიურობდა. ამის დასტურია ისიც, რომ პარიზულმა კლუბმა კარისკენ 27 ჯერ დაარტყა, ლივერპულმა კი მხოლოდ 2 ჯერ. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ შეხვედრის მე-20 წუთზე ბიტინიას პასით შესანიშნავი გოლი გაიტანა. მაგრამ სამწუხაროდ ბარის მიერ დადგენილი მორიგი, სულელური და სასაცილო თამაშგარე მდგომარეობის გამო ეს გოლი გაუქმდა. 78 წუთში ქართველმა შესანიშნავ ფორმაში მყოფი ბრაზილიელი მეკარის ალისონის კარისკენ კიდევ 5 ჯერ დაარტყა. აქედან 4 ჯერ სწორედ ბრაზილიელმა შეძლო ქართველის დარტყმულის მოგერიება. ხვიჩას ანგარიშზე იყო 2 მნიშვნელოვანი პასი და 2 წარმატებული დრიბლინგიც. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ვარმა და ალისონმა შეაჩერეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 87 წუთზე ლივერპულის ერთადერთ ზუსტ დარტყმაში, რომელსაც გოლი მოჰყვა, თავისი წვლილი ბრაზილიელ მეკარესაც აქვს. ამ პრეასისტის და 10 სეივის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მაღალი შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელმაც შეხვედრის შემდეგ გაუქმებულ გოლზე ისაუბრა. კომენტარი გააკეთა პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიტანე და ძალიან მეწყინა, როცა გაუქმდა. მაგრამ ასე მოხდა. ეს ფეხბურთია. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და კარგი შედეგი, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის აუცილებლად მოვა. ლივერპულთან ენფილდზე რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვიფიქროთ. იგივე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და გოლი გავიტანოთ. დღეს გოლის გატანის ბევრი შანსი გქონდა. დღეს უკეთეს ვიმსახურებდით. ვაჩვენეთ, რომ უკეთესი გუნდი ვიყავით. გამარჯვება დავიმსახურეთ. წინ საპასუხო შეხვედრა გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ძალიან უსამართლო შედეგია. დღევანდელი თამაში ალბათ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი შესრულებით ყველაზე ლამაზი იყო. უცნაური განცდა მაქვს. ერთის მხრივ უზომოდ ამაყივარ ჩემი გუნდით და ჩვენი ფანებით. მეორეს მხრივ საბოლოო შედეგის გამო ძლიერ უსამართლობას ვგრძნობ. მათი საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო. ლივერპულს ძალიან ვაჯობეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და აშკარად ვიმსახურებდით მოგებას. მათ ერთხელ დაარტყეს და მოიგეს. თუმცა მზად ვართ საპასუხო შეხვედრისთვის. რაც შეეხება კვარაცხელიას, ძალიან ადვილია ჩემს სათამაშო სისტემასთან ადაპტირება, თუმცა პარი სენ-ჟერმენში თამაში რომ შეძლო, დიდი ფეხბურთელიც უნდა იყო. არ მინდა კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი, მინდა ჩემს გუნდზე ვისაუბრო. ეს გამოცდილება გაზრდაში დაგვეხმარება. არ ვიცი მომდევნო ეტაპზე გავალთ თუ არა, მაგრამ ბოლომდე ვეცდებით. ენფილდზე ნამდვილად აგრესიული ატმოსფერო იქნება, მაგრამ ახლა დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩვენ უკვე შევატრიალეთ ასეთი ვითარება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს და ეს უფრო საშიშს გვხდის. ვეცდებით ლივერპულს თვალებში ჩავხედოთ. შეხვედრის შემდეგ ქართველზე და მატჩზე ისაუბრა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა და ბრაზილიელმა მეკარემ ალისონმა. რა თქმა უნდა, გარკვეული გამართლებაც იყო, თუმცა ჩვენი მიზანი რაც იყო შევასრულეთ და გავიმარჯვეთ. როგორც შეხვედრის წინ თქვი, ზუსტად ახლა პარი სენ-ჟერმენს საოცარი შემდევები ჰყავს და მათ პრობლემები შეგვიქმნეს. ასევე ისინი კარგად თამაშობდნენ დაცვაში. ფრედს რომ გვეთამაშა, მაინც იღლიანები ვიქნებოდით. დღეს საღამოს ჩვენი მეკარე შესანიშნავი იყო. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ პირველ ტაიმში კვარაცხელიას გოლზე თამაშგარე იყო. კონტრშეტევებზე ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. ყველანაირი სტატისტიკაში ჩანს, რომ პარი სენ-ჟერმენმა გვაჯობა და დღეს ევროპის საუკეთესო გუნდია. ვიცით, რომ მომავალ კვირაში კიდევ უფრო რთული თამაში გველოდება. მართლაც სასწაული იყო, რომ დღეს პირველი ტაიმი 0-0 დამთავრდა. მეორე ნახევარში ნაკლები დარტყმა ჰქონდათ, მაგრამ პირველ ნახევარში ბევრი მომენტი შექმნეს და პარი სენ-ჟერმენი დღეს ნამდვილად ჩვენზე უკეთესი იყო. დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რამდენად ხარისხიანია პარი სენ-ჟერმენი. ლუის ენრიკემ აქ დაუჯერებელი გუნდი შექმნა. რაც შეეხება დროის გაყვანას, ამას ვერ ვითხოვდი, რადგან ფეხბურთს ჩვეულებრივად ვთამაშობდით. ბევრი აუტი და გაჩერება იყო და დრო ამით უფრო გადიოდა. კვარას არ ჩათვლილ გოლზე ბევრჯერ თქვი და კიდევ ვიტყვი. მე სხვის გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ. ლაპარაკი მხოლოდ ჩემს გუნდზე შემიძლია. თუმცა თამაშს საკმაოდ მაღალი დონის არბიტრი ჰყავდა. მან უკეთ იცის ყველაფერი. დასრულებული ჯერ არაფერია, რადგან ერთ კვირაში შინ კიდევ ერთი მძიმე შეხვედრა გველის.
ეს ალბათ ჩემი საუკეთესო თამაში იყო ცხოვრებაში. მწვრთნელი გვეუბნებოდა, რომ პარიზელებთან თამაში ძალიან რთული იქნებოდა. გვითხრა, რომ მზად მყოფილიყავით, რადგან ძალიან გაგვიჭირდებოდა. ვიცოდით, რაც გველოდა. ბევრი ვიშრომეთ, მეტოქეს მეტი საფიქრალი გაუჩინეთ და ეს მნიშვნელოვანია. გუნდი ძალიან დამეხმარა, თორემ კარს მშრალად ვერ შევინახავდი. ბოლოს კი გამოვიდა ჰარვეი და გაიტანა. ეს იყო დიდი ისტორია ჩვენთვის, დიდებული საღამო. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენის და ლივერპულის საპასუხო შეხვედრა ენფილდზე 11 მარტს გაიმართება და სწორედ იქ გადაწყდება, ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. თქვენ რას ფიქრობთ, რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძის მწვრთნელი პაულო ფონსეკა ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა სამაგალითოდ დასაჯა და 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შეგახსენებთ, რომ ლიონი ბრესტის შეხვედრის დროს ვარზე პენალტის გადამოწმების გამო ფონსეკამ მთავარი მსაჯ ბენუა მილოსთან იკამათა, რა დროსაც თავი თავზე მიადო. მართალია ლიონის მწვრთნელმა ბუდიში საჯაროდ მოიხადა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სასჯელის მიხედვით 15 სექტემბრამდე ის გასახდელში ვერ შევა, შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ, ხოლო 30 ნოემბრამდე სათადარიგო სკამზე ყოფნის უფლებას არ ექნება. ქართულის მწვრთნელს დისკვალიფიკაციის ვადა მომდევნო წლის 30 ნოემბერს გაუვა. ჯერჯერობით უცნობია ლიონის პოზიცია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, ფრანგულ კლუბს მოუწევს მხარი დაუჭიროს დისკვალიფიცირებულ მწვრთნელს, რომელმაც ლიონი 1 თვის წინ 31 იანვარს ჩაიბარა, ან სხვა გზამოძებნოს და ფონსეკა გაათავისუფლოს. ახლა კი NBA და გოგა ბიტაძის ორლანდო მეჯიკი, რომელიც ტორონტოსთან კიდევ ერთხელ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართულის გუნდი ბოლო წამებზე მიღებული 3 ქულიანით 113-ით 114 დამარცხდა. ბიტაძემ 16 წუთსა და 17 წამში 2 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. ორლანდოს 29 მოგება და 34 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ქართულის გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო. მომდევნო შეხვედრას კი 7 მარტს საკუთარ კედლებში ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ გამართავს. სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსმა ბრუკლინ ნეტსი დაამარცხა და მიმდინარე სეზონში 26-ე გამარჯვება იზეიმა. ქართულის გუნდმა მეტოქეს დამაჯერებლად 127-113 მოუგო. მამუკელაშვილი კი პარკეტზე შეხვედრის ბოლოს წუთნახევრით შევიდა და მხოლოდ 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო. სან ანტონიოს 26 მოგება და 34 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს სტუმრად საკრამენტო კინგსის წინააღმდეგ გამართავს. გიორგი შერმადინის ტენერიფემ კი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თურქულ პეტკიმსპორს 90-ით 83 მოუგო. ქართველმა 24 წუთსა და 20 წამში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ტენერიფე 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და 1 მოგების შემდეგ საუკეთესო 8 გუნდში მოხვდება. ტენერიფე შემდეგ ტურში სტუმრად იტალიურ რეჯინას ეთამაშება. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ სპორტსმენებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგაგვიწყდეთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.